ალეკო ელისაშვილი უძლიერესი ოპოზიციონერია. ირაკლი ღარიბაშვილს ქვეყნის გადარჩენის გეგმა აქვს. ხელისუფლება ხალხს ეზრუნავს. თბილისის ლოკომოტივმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო. საქართველოში მთვარე ძმესთან ერთად ამოდის, რომ დღის შუქს ენახოს თუ როგორ ყვავის დემოკრატია. ამ და სხვა უსირცხვილო ბოგონელი სიახლეებით თქვენს წინაშეა კორეული საინფორმაციო გამოშვება. საქართველოს ახალი გადმოგდებული პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხავს. მაყურებელი რომ არ დავაბნიოთ, ჩვენი მეტადრე ორიგინალური კომპლიმენტით აქვე განმარტავ, რომ ბიძინა ხომ ღმერთმა გადმოგვიგდო, ხოლო ღარიბაშვილი ბიძინამ გადმოგვიგდო. ამიტომ ის გადმოგდებულია. კიდევ 9 პრემიერზე გადადის გადმოგდებულობის მადლი. მადლობა ბატონ ბიძინას ასეთი საჩუქრისთვის. და ამასთან ერთად ჩვენ ერთი სენსიტიური ინფორმაციაც გვაქვს. 35 წლის ირაკლი ღარიბაშვილი ნანობს, რომ 7 წლამდე ბიძინა ივანიშვილის ჭკუაზე არ დადიოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ფაქტობრივად ყველა სათქმელი თქვა. მეც ძალიან ნანობ და განვიცდი ამას, რომ ბავშვობაში დედაჩემის ჭკუაზე დავდიოდი. და ბოროტიანები კადრულობენ და იმასაც ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თითქოს სამუდამოდ დაგვტოვა. არა მეგობრებო, ის აორთქლდა, რათა ღრუბელს შეერიოს და წვიმის სახით მოევლინოს გვალვით დატანჯულ ქართულ პოლიტიკურ მდგომარეობას. აქვე მინდა ჩვენს ბელადს ბიძინა ივანიშვილის დიდი ბოდიში მოუხადო. ბოდიში დიდო ბელადო, ყველა იმ დასლოკინების გამო, რომელიც ჩვენი შექებისას ხსენების გამო ამოგდით ღვთისმიერი კისრიდან. ახლა კი ქვეყნის საგარეო ამბები. ბატონი ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით და მხარდაჭერით გერმანიის შემდგომ უკვე მარსის ხელისუფლებასთანაც წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები. უცხო პლანეტელები მზად არიან 40,000 ქართველი მიგრანტი მიიღონ და დაასაგმონ მარსზე, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მტრებს, ჩვენი შიდა და საგარეო წარმატებები არ მოსწონთ და იმ უხსენებელი ქვეყნების ელჩებმა ჩვენი სანუკვარი ღარიბაშვილის საათით დაწყობილი ქვეყანა გააკრიტიკეს. რის გამოც ზემოთ ხსენებულ ელჩებს ღმერთმა სასჯელად 2000 დაცემული ანგელოზი, ანუ ბოტი შეასია. ახლა კი ქვეყნის შიდა სასიხარულო ამბები. პიონერმა აჩიკო თალაკვაძემ ნორჩი კომუნისტი ირაკლი კობახიძე ოქროს მედლით თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა. ეს რა თქმა უნდა საკმარისი არ აღმოჩნდა და თავისუფლების ორდენს ღირსების ორდენიც მოჰყვა. ვერც ეს ვაკმარეთ და საბოლოოდ ირაკლი კობახიძეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ვაშა ირაკლის, ის ჩვენ სიყვარულს ნამდვილად იმსახურებს, რადგან კაცია და მედლებიანია. მოისმინეთ სიახლეები. ქართულ ენაში დიდი ინოვაცია. ისეთი უსახური სიტყვა, როგორიც მშიერია, ამოვიღეთ ქართული ლექსიკონიდან და ახლა ჩვენ მოქალაქეებს უბრალოდ უიღბლოები ჰქვიათ. დღეს საბჭოთა სამშობიაროში ქალმა 4 ტყუპი დაბადა. 4-ვე ტყუპის საფუძვლიან პრეტენზიას გამოთქვამენ მთავრობის მიმართ, თუ რატომ ვერ დაასრულეს სისხლიანი ნაციონალები. კეთილის სპეცრაზმელი, რომელიც პირველი შევიდა ბოროტების ბუდედ წოდებულ ნაციონალურ მოძრაობის ოფისში, ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით 64-ში მოხვდება. ჩვენი დიდი ბელადის პატივსაცემად, ბელადის პირადმა დიდმა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ უკვე დაიწყო ჯალათ მელიაზე ახალი ფილმის გადაღება, რომელსაც მელოკრატია დაარქვა. აქვე შეგახსენეთ, რომ ჩვენი გადაცემის დასრულებისთანავე თქვენ გელით საბჭოური ფაქტორი. არ გადართოთ თქვენთვის ასიაჯობებს. და ბოლოს, ყოველთვის უყურეთ ჩვენ საინფორმაციო გამოშვებას. დააგროვეთ გათამაშების ბილეთები და მოიგეთ საბჭოთა წარსულში დასაბრუნებელი ორკაციანი საგზური. დიდი მადლობა. თქვენთვის მუშაობდნენ ბიძინა ფხაკაძე და ბიძინე ლეკვეიშვილი.